თუ გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, პირველ რიგში შეამოწმეთ ღვიძლი და ნაღლის ბუშტი. ქოლესტერინის 80% გამომუშავდება ღვიძლში, გროვდება ნაღლის ბუშტში და კვების დროს გადაედინება 12 გოჯა ნაწლავში. იმისთვის, რომ მოხდეს ნაღლის სრული გადმოდინება 12 გოჯა ნაწლავში, საჭიროა, რომ საკვები შეიცავდეს გარკვეული რაოდენობით ცხიმს. მაგრამ ეს უნდა იყოს ნატურალური და არა გადამუშავებული ცხიმი, მაგალითად, როგორიც არის მარგარინი, მამნე პროდუქტი. ხშირ შემთხვევაში მაღალი ქოლესტერინის დროს პაციენტს აქვს ასევე ღვიძლის გაცხიმოვნება. ამიტომ პირველ რიგში, როდესაც გაქვთ მაღალი ქოლესტერინი, უნდა დაიწყოთ ღვიძლის და ნაღლის ბუშტის პრობლემების მოგვარებით. თუმცა მაღალი ქოლესტერინის სხვა მიზეზებიც არსებობს, რაზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი. ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდი პირად შეტყობინებაში.